ხანდახან თავში ისეთი იდეა მოგდეს. ვერ ხვდები ეს იდეა თუ აგვიადება. მოდი დღეს ერთად ვნახოთ. ეს იდეა იყო თუ აგვიადება. იდეა, რომელმაც სხვა იდეები ესე გაწია, გამოწია და აი აქ დაბინავდა. ფეხით ავიდე ვულკანზე. არა იმიტომ, რომ ვინმეს დაუმტკიცო რამე, რა მაგარი ბიჭი ვარ ფეხით ავედი ვულკანზე, არა იმიტომ, რომ ექსტრემალი ვარ, არა. უბრალოდ სადამდე გავქაჩავ და საერთოდ გავქაჩავ თუ არა ვულკანზე ფეხით ასვლას. უამრავ ვარიანტებს შორის თითქოს თვითონ დამიძახა ამ ვარიანტმა. დამიძახა და დამაჯერა, რომ ეს იყო ერთადერთი საღი აზრი. არჩევანი შეჩერდა იტალიაზე, კუნძული სიცილია, ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანი ევროპაში, სახელად ეტნა. ამბობენ, რომ ვულკანი ცოცხალია. მოძრაობს, სუნთქავს, ბორგავს, თავისი წესებით ცხოვრობს, არაფერს არ ემორჩილება. ეს არ არის უბრალო ლაშქრობა. ეს არის ექსპერიმენტი. სადამდე შეძლებს ადამიანი საკუთარი დისკომფორტი გაწევს. როგორც ნარუტო იტყოდა, ეს ჩემი ნინძას გზა არის და მეც გავუდგები გზას. აი შენ დარჩი ჩემთან ერთად და ნახავ. ეს უბრალოდ გზა იყო თუ რაღაც უფრო მეტი. რასაც ვაკეთებ, რაც ჩამოვედი სიცილიაში, მჭირდება მანქანა, იმიტომ რომ გადაადგილების გარეშე დავიბრიდები. მახსოვდა, რომ ევროპაში არ ჭირდებოდა ჩემს მართვის მოწმობას, ანუ ის ინტერნაციონალურია და ეხა უკვე აქაც ჭირდება. ადრე ესპანეთში, კრეტაზე ყველგან ეგრევე მოძრაობდი. საბედნიეროდ რაღაც 50 ევრო სიხდი, აქ თარგმანს აკეთებენ და იმ თარგმანს მერე გატანენ და პოლიცია რო გაგაჩერებს, პრობლემა არ არისო რა. ეს არის ეტნა. ევროპის ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ვულკანი. ის მდებარეობს იტალიაში სიცილიის კუნძულზე და რეალურად ეს უბრალოდ მთა არ არის. ეს ცოცხალი, მუდმივად მოძრავი სისტემაა. მისი სიმაღლე დაახლოებით 3300 მეტრია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ზუსტად ერთი და იგივე არ არის. ყოველი ამოფრქვევის მერე ფორმა ცოტათი იცვლება. ეტნა იმდენად აქტიურია, რომ ამოფრქვევები აქ საკმაოდ ხშირია, ზოგჯერ პატარა ლავის დინებებია, ზოგჯერ კი საკმაოდ მასშტაბური მოვლენები. მაგრამ გასაოცარი იცით რა არის? ეტნაზე ხალხი ცხოვრობს. აი ესა ადამიანის ბუნება, ყველაფერს შეეჩვიოს და ყველა სიტუაციაში ადაპტირდეს. ეტნას ფერდობებზე არა მარტო სოფლებია, არამედ ვენახები. ხო, არ მოგესმათ, ვენახები. ვულკანური მიწა იმდენად ნაყოფიერია, რომ აქ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ღვინოები მზადდება. რაც შეეხება ასვლას. ეტნა ტექნიკურად ყველაზე რთული მთა ნამდვილად არ არის, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მარტივია. ზედა ნაწილში უკვე ვულკანური ფერფლი, ქვები და მუდმივად ცვალებადი რელიეფია, რაც სიარულს ბევრად უფრო დამღლელ წდეს, ვიდრე ჩვეულებრივი ლაშქრობა. პლუს ამას ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება. ქვემოთ შეიძლება მზიანი დარი იყოს, ხოლო ზემოთ ქარი, სიცივე და დაბალი ხილვადობა.
ამიტომაც ბოლო მონაკვეთებზე ხშირად გიდთან ერთად ადიან. და მაინც ყველაზე მაგარი ისაა, რომ ეს ადგილი მუდმივად ცოცხალი. შენ არ იცი, როდის რა მოხდება, ყოველ წამს შეიძლება დაიწყოს ამოფრქვევა. YouTube-ზე სპეციალური ლაივიც კი არსებობს, სადაც 24 საათის მანძილზე აკვირდებიან ეტყას, რომ რამე რომ მოხდეს, ხალხმა შეძლოს ევაკუაცია. აქ რომ ადიხარ, ერთი რამ უნდა გახსოვდეს. შენ არ ადიხარ უბრალოდ მთაზე. შენ ადიხარ რაღაცაზე, რომელიც მუდმივად შენს ფეხქვეშ დუს. ვახ. ამ თოლს ხედავთ, მეგობრებო? ეხლა ამოვედი იმ ბოლო წერტილამდე, სადაც აქ დასახლება არის რა. რამდენიმე კემპინგ მანქანა არის გაჩერებული. მე ძღამეს აგავა კატასტროფული ყინვა არის. ანუ არ ვიცი რამდენად სწორად წამოვიღეთ, ასაც მე ხვალაც თუ ესე იქნება დანძრეული მაქვს. ანუ ძალიან გავიყინები რა. აი ზემოთ სადღაც 1 კილომეტრში იწყება ასასვლელი გზა. ეხა მე აქ მანქანაში მოვკალათდები რა, გამაკი ბიჭო. ხე არ არის რა, გამაკი არა ის კიდე. მე ხა აქ მოვკალათდები. ბიჭო როგორი თოვლია. არ ველოდი ესეთ პირობებსაც არ ველოდი. მეთქი უკვე დაამდნარია თოვლი რაღაცა. იმედია დილის მზე გაათბობს. დილიდან ავიბარგები, გავემზადები და შეუდგები გზას. ნახეთ რა საყვარელი მელია, გარეული. შეხედეთ, თეთრი მელია გინახავთ ხალხო? კის. არ ვიცი რამდენად ჩანს, თეთრი მელია გარეული. მოდი ჩემთან, მოდი. აუ რა ლამაზია. ბიჭო. ვინახარ შენ? საშინელი რამე იყო, გავიღვიძე. აქ არის კერძო ტერიტორია, სადაც რაღაცა პარკინგზე მომიკაკუნეს, მითხრეს რომ შეხვარა კაჩავებს, შემოდი აქეთო ან გადი აქედან და შემოვედი. აქ არის ახლა ხალხი, რომელიც ემზადება ეტნაზე ასასვლელად. ეხლა როგორც ამიხსნეს, იყო აქტივობა და ბოლო რაღაცა 300 მეტრი უშუალოდ კრატერის გადასახედი დაკეტილია, იმიტომ რომ ძალიან საშიშია და აქტივობა ანუ შეიძლებაო ყოველ წამსო სიტყვაზე მოგვატრიალონო რა. ერთადერთიო რაც შეგიძლიაო მთელი ეს გზა გაიარო ფეხითო. მერე ლიცენზირებული ჯგუფი არის, რომელსაც შეუერთდებიო სპეციალური ეკიპირებითო და ამ ეკიპირებითო ჯგუფთან ერთად ახვალო რა. ძალიან მინდოდა რომ სიტყვაზე ბოლომდე ავსულიყავი, მაგრამ ფიზიკურად ანუ შეუძლებელია, იმიტომ რომ აქტივობა იყო. ეხლა ამ ჯიგართან შევალ, უნდა მომცე სპეციალური ეკიპირება და გასავლელია 3000 მეტრი პირველი ნაწილის. Pezzi che non è che per parte, si chiama la bosta. Comprando questa è la modina nuova adesso. აი ასე მთებში იწყება ეს გზა და აი იქ უნდა ავიდე. იქიდან კიდე უნდა გადავიდე მე. თოვლის რა შემიძლია ვთქვა? ჩემი ფიზ მომზადება არის კვერცხ ხუჯრედული. უკვე ადიშკა მაქვს. მაგრამ არა უშვის. ყველაფერი გათქრება. ყველაფერი იქნება ხუთიანზე. გაიხსნება ფილტვი. მოკლედ 2500-ის ასასვლელად. ხედავთ ხო რა სიცოცხლობა არის. სადღაცა საჭიროა 2 საათი ნახევარიო. შესვენებებითო
მას ჯამთელი ვეგონე, იგე? არ დააგვიანო. მე უთხარი. ღმერთო მიშოლებო უთხარი. კაი, მივდივართ რა. საოცარი ლანდშაფტია. და თოვლი. ეს თოვლიო თითქმის არ დნებაო. არასოდეს მე უთხარი არც მიკითხავს ეგ თქო გულში ვიფიქრე ეგ ვერ უთხარი. რო იცოდეო. და ძალიან სურავსობ თხილად მე უთხარი რამე კაი ამბავი სხვა არ გაქვს თქო. კარალი ოქსასხია იმის დედავათირო. შეი. ბიჭო, შეგწივდებოო და თუ თერმულები მაცვია ყველაფერი ძალიან დამცხა. და როგორი მზია, იცი აქედან უეჭველი დამწვარი ჩავა. უეჭველი. ერთი რანაერია. აუ იმენა. ეს არის ყინულია ჩვეულებრივი რა. პატარა შესვენება მოვიწყოთ გორილასთან ერთად. გავაძლიეროთ ჩვენი ინსტინქტები. ბიჭო რაც უფრო ზებო თავდივარ თითქოს კუთხეც იზრდება დახრის და კაროჩე როგორი საოცარი ხედია ხალხო შეხედეთ ნამდვილი საოცრებაა რა თან დილით ადრე ან რომელი საათია ჯე 9:30-ია. ალბათ აქ მზის ჩასვლა იქნება. ორი წამი რა, ამავის თქო და გავაგზავნებ. ის როა ნანახი გააქვთ ბენ სტილერი რო თამაშობს თუ სწორად მახსოვს რაღაც ჟურნალისტი რო არის ცხოვრების აზრს რო ეძებს თუ რაღაცა და თებში რო შონ პენს გადაეყრება ფოტოგრაფი რო არის რომელიც თეთრ ლეოპარდსაა ჩასაფრებული რა უიშვიათეს ლეოპარდს და მომენტი როა რო გამოჩნდება რა და რო არაწובה ფოტოაპარატს და არ უნდა დააჭირო და ხანდახანო ხო შეიძლება რომ დაჭერით დავაფრთხო და რო არ და მომენტი რომელსაც 10 წლეულები ელო და რო არ დააწובה აი ხანდახან აი რომ უბრალოდ გინდა რომ ეს ბესმის რომ თქვენც აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ რომ პროსტა ხანდახან გინდა რომ დატკბე რა მაგრათ ასწორებს ძალიან ასწორებს გამშრალ ვულკანებზე აი მე ეხა ამის ქვემოთ შეიძლება იმ ხელა სიღრმე იყოს. არ გაურისკავ გვერდიდან აული. კარგი ხარ? წარმოიდგინეთ, ოდესღაც აი ეს ყველაფერი იყო ვულკანი. რომელიც შეიძლება ეხლა ხანს ამბობი თქვა რამდენიმე 10 წლეულის წინ და აუ პატარა შესვენება თორე დავიბრიდები ეს ყველაზე საშინელი იცი რა არის? რომ ძალიან ბასრია რა. აი ძალიან ბასრია, ერთი-ორჯერ მომიცურდა ფეხი და მაგრათ მეტკინა და თან მყარი ზედაპირი არ არის რა. ამას ისევ მირჩევნია ის თოვლი დაიწყოს თუ რაღაცა ჯანდება.
საშინელი მონაკვეთებია. იარე ჟორიკი, იარე. იარე ჟორიკა. იარე ჟორიკო, იარე. მეგობრებო. მეგობრებო. ჩემი ხათრით. ამ წვალების ხათრით, ამ კონტენტში დავიწყებ ხოლმე ესე მოთხოვნებს, იმიტომ რომ მართლა კატასტროფული ენერგია მაქვს. ძალიან გთხოვთ იმისათვის, რომ კიდე შევძლო სიგიჟეები ვაკეთო. არხი გამოიწეროთ, რამე კომენტარი დატოვოთ, ლაიქს მიაჭიროთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეხმარება ვიდეოს პოპულარიზაციაში, ხოლო მერე სპონსორების მარტივად მოძიებაში, ხოლო მარტივად სპონსორების მოძიება თქვენი თონაც იცით რას ნიშნავს, რომ კიდე და კიდე იქნება ესეთი ვიდეოები. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება, ჩემი მხრიდან თქვენი ეს ესთეტიური თუ რაღაცა სიამოვნება, დროის სასიამოვნოდ გატარება თქვენი მხრიდან, ზარიზღილაკი, არხის გამოწერა და კომენტარიც. ლაიქიც არ იქნება ურიგო. მადლობა ჩემო ოქროებო. წინასწარ გავაგრძელოთ ახლა. ნელა, ჟორიკო, ნელა, სახში ბავშვი გელოდება, ცოლი გელოდება, მშობლები გელოდებიან. თქვენ ახლა ალბათ ტკბებით როგორ ტანჯვით ავდივარ მე იმ აღმართზე, ხოლო მე კიდე მასალას ჩემთან ყრილ ლეპტოპში და SSD-ში, რომ ეს ყველაფერი გავასუფთავო და საბოლოო ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებთ, აი სახე მივცე. გახსოვთ მეგობრებო, ბევრი ხნის წინ ყველაფერი დაიწყო ფლოპით. ანუ ფლოპი ვის გახსოვთ, სადაც 17 მეგაბაიტი იყო და რაღაცა 3 ფოტო ეტეოდა, ან 1 სიმღერა ეტეოდა. მერე განვითარდა, გამოვიდა დისკი, გამოვიდა ფლეშკები და ესე მოგზაურები, კონტენტ კრეატორები თან ვატარებთ რაღაცა გარე SSD-ს, რომელიც უზარმაზარი არის, რაღაცა 1 ტერაბაიტიანი, 2 ტერაბაიტიანი, ზოგი ამხელა, ზოგი ისეთია. მოკლედ, ამ ეპიზოდში დამიმეგობრდა Kingston-ი, რომელმაც გამიკეთა საჩუქარი. გარე SSD, სახელად Dual SSD. ხო, კარგად ჭერს, ხო, რაღაც SSD კარგია, ბევრი SSD კარგია, რაც მეტია SSD უკეთესი, მაგრამ აქ მთავარი რამ მინდა გითხრათ. ის რომ მონაცემები წაკითხვის 1050 მეგაბაიტია წამში, ხო, რაღაცა ჩაწერის 950 მეგაბაიტი, ეს ყველაფერი ხო კარგი. Dual სიტყვა გეუბნება, რომ ორივე თავი აქვს, Type-C-ც აქვს, Type-A, მაგრამ მთავარი მეგობრებო. აი ამ ხელა Type-A და Type-C. შეგიძლია პირდაპირ თუ ის თაობა რაღაც iPhone-ები გაქვს, შეაერთო და პირდაპირ ამაში იმუშაო. 2 ტერაბაიტი. მე მახსოვს რომ ამ ხელა ფლეშკაზე რაღაც 64 გიგაბაიტი რომ მქონდა ხოლმე, ფლეშკაზე. ვიყავი ბედნიერი ხოლმე. ეს არის გარე SSD. 2 ტერაბაიტი. აღწერაში რა თქმა უნდა ლინკი იქნება, თუ თქვენც მოგინდათ ამ საოცრების შეძენა, ბოდიში თქვენ იცნებათ ვითარ შევაცურებ. გავაგზავნებ ახლა ჩემი მასალების გადმოყრასა და ნელ-ნელა მონტაჟების დაწყებას, რომ აი ხო კარგია რაც უყურებთ, ხო? აი ამ ყველაფრის დამსახურება. გავაგზავნოთ.
ბიჭო, რამხელა არის. რამხელა ისაა გაჭრილი. ცოტა რა მაეჭვებს იცი? მარტო რატო ვარ ანუ? რა არავინ არ არის ამ გზაზე. რამე ხო არ იციან. ხო არ ამოწუწა იმ დამპალმა. ანუ აი სპეციალური რაღაცა მანქანები ადიან ამ გზაზე და ხალხი აყავთ. მე შემეძლო, მაგრამ რადგან ითქვა რომ სრულ მარშრუტს გავივლიდი ფეხით. სიტყვა და თან მე მგონი მარტო მე გადავწყვიტე ესე, იმიტომ რომ ყველა ჰაიკერი, აბსოლუტურად ყველა ჰაიკერი ქვემოთ ბაზაზე ვინც ნახე რომ ემზადებოდნენ ავიდა ამ მანქანით და ისევა აუშუს სიტყვა Goed. ამინდიც მაგრა გაფუჭდა ნისლი იჩითება ვეღარ სუნთქავ ხალხო მართლა ვეღარ სუნთქავ ანუ აი მენა ვიბრიდები რა ორივე ფეხის კუნთი ოდნა ვასწორებ თუ არა იჭიმება გარშე ეს ნისლი ჩამოწვა მაგრად მოყინა ხელებმა გათოშილი და იმის ენერგიაც არ მაქვს რომ ეხა ჩავყო ხელთათვანები ამოვიღო. ხარაში რა.
ალბათ ნახევარზე მეტი ამოვიარე. აბსოლუტურად ყველაფერი მტკივა, აბსოლუტურად. ანუ ჩემი შეცდომა რა იყო, იცი, ალბათ პირველი რეალური ჰაიკინგია, რო არ ჩავთვალოთ, აი ადრე რა, ეს ფაქტორია მნიშვნელოვანი ადრე სიტყვა. მე და შოთია ჩემმა ძმამ ყაზბეგში რუმსიდან დავიძარით სასტუმროდან და გერგეთის სამებაზე ავედით პირდაპირ, ანუ აი ფოფხვით კლდეზე და ასე შემდეგ. სადღაც ავედით ალბათ მე მგონია 3 საათ ნახევარში 4 საათში და ძალიან ისე რა, რაღაცნაირად და ის ფაქტორი დამავიწყდა რომ მაშინ ვიყავი 5 წლის, ანუ 5-ის არა, მაგრამ ბევრად ხოთზე ვიყავი რა და ამიტომაც ჩავთვალე რომ აქაც ეგრე ვიზავ თქო. მოვკვდი, ანუ ერთადერთი ფისტაშკა მაქვს წამოღებული სიდედრმა გავამატანა მაგას რო ვენაცვალე. ყოფილიყო თქვენი კომპანია. სიდედრი თქვენ კომპანიის ნაწარმს გავამატანა. ხო და მოკლედ რა, ანუ ზემოთ ამ 2500-ზე არის ბარი რაღაცა და კაფე. იქამდე როგორმე უნდა ავაღწიო რა. თან მაგრაცივა, ბიჭო, მზე ოდნავ ეფარება თუ არა, ღრუბელს ყინავს. გამოდის მზე იწვი. თან ინისლება აქაურობა. აქ ჩახერგილი დამხვდა ვაფშე. ხა ცოტა უნდა ვიპობრიალოთ. მოვახციე ბიჭო, არ მჯერა. მართლა არ მჯერა, ანუ ვინა ვიბრიდები. ეხა ყავა რაღაცეები, თორე მოვკვდები. ეს იყო ალბათ ყველაზე რთული 2500 მეტრი ჩემ ცხოვრებაში, თავის ამპლიტუდით ყველაფრით, ანუ პროსტა საშინელება იყო. მაგრამ ჯერ მოიცა. Hello sir. This is a hot dishes. Yes. Piadina, arancini, pizza e panini. I want one slice of pizza. One slice of pizza. Yeah. And what is inside? It's inside. This is meat. Questi qua sono quelli, allora questo classico, ragù Allora, spinach and cheese, ragù and cheese. Oh, spinach and one spinach and cheese. Vegetarian. Yeah. And hot everything, please. And I want this cheesecake. This one slice. Yeah. della nonna. Yeah, this one. And one this. Yeah. ესე ძალიან არ დავღილვარ არასოდეს რა. ანუ ყველაფერი მტკივა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი მტკივა. მერტო რა მაგარია. ანუ პროსტა აგონიამდე მტკივა ყველაფერი, ხალხო, ანუ აგონიამდე ვერ აგიხსნით როგორი მტკივნეულია. ვიღაცა ჰაიკერებისთვის, ვინც ახლა მაგხოთზე ხართ და თქვენთვის ეს ყოველდღიურობა არის, ბაზარი არაა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ალბათ ყველაზე რთული რაღაცა, რა ხა ფიზიკურად რაც კი გამიკეთებია. და ჯერ ახლა ვიწყებთ თან რომ გადასაღები მაქვს 1000 რაღაცა. მომდიოდი რაზე ვფიქრობდი, იცი რომ ანუ მე თქვა ყოველ წამს ხო შეიძლება ამოხეთქოს ხა და რა უნდა მოხდეს, მე ვთქვი გავტრიალდები და გავიქცევი. ჩემი ეხა მივხვდი რომ
პროსტა შანსი არ მქონდა, ანუ რომ ამოიფრქვეს, ანუ მე აქედა ფეხით ვერ ჩავასწრებ, ანუ პროსტა გამორიცხულია რა. მივგორილდეთ. ეს რაღაც ახალი არომატი არ გამისინჯავს. Ultimate. დავაგემოვნოთ. აუ, ძალიან კლასია. ძალიან გემრიელია. როგორც ვიხდით, არ ვიცი აქამდე თქვი თუ არა, გორილა სპონსორია ამ ეპიზოდის, მისთვისაც დიდი მადლობა. პირველად ჭამ აი ამ რაღაცას. რაღაცა ბურთია შემწვარი, შიგნით არის ისპანახი და ყველი. ო, ისეთი გემრიელია ახლა, ხო? ვიცა ისე რა, ანუ აი თბილისში რო უკეთეს შეჭამ. სირცხვილი იტალია, სირცხვილი. მანკლაფი. თუ დაიღალე, მიეცი ძალა შენს ინსტინქტს. ამდენი ბობღვის მერე მოვიდა ის გიდი, რომელმაც ბოლო დისტანცია უნდა გაგვატაროს ამ ჯგუფს. ოღონდ უკვე ესეთ თოვლში. ამ დაღლილზე. ესენი დასვენებულები მანქანით ამოვიდნენ, აბა მე მკითხავ. La cosa che dicevo praticamente qui come vedete è tutto ovviamente coperto di neve e quindi è possibile sciare. Qui però si fa sci alpinismo perché essendo a sud siamo più esposti al sole, quindi la neve non ha una qualità molto bella. Però a nord c'è un'altra stazione, infatti questo è lo ski lift che veniva usato per sciare, però è in disuso da circa 8-9 anni e qui a nord invece c'è un'altra stazione. Harci გამოვიყავი ჯგუფს. რაღაცა ქვების და რაღაცების დასათვალიერებლად მიდიოდნენ რა და ჩემი მიზანია აი ის. ბოლომდე ვიცი რომ არ შეიძლება, მაგრამ ხახო მუხლებამდე თოვლია, იმენა დავიბრიდე. ცეჩი გეუნებით. ახჩი. ყველა კუნთი მეჭიმება ვაფშე. კატასტროფულად ყინავს. ჩემი მიზანია როგორმე ფეხთან მაინც მივიდე, იქ ვერავ ბობღდები, შანსი არა. ფიზიკურად პროსტა არაფერი არ მაქვს მაგის, არის ჯანი დარჩენილი და არაფერი. თუ ვინმე გადაწყვეტ რომ ეტნაძე წამოხვიდეთ, აუ აი დამიჯერეთ, ის სისულელე არ ქნათ პირველი 2500 ფეხით ამოვლა, ანუ მე ხა გამომივიდა რომ ეთლიანად თელი მარშრუტი ფეხით, იმიტომ რომ თქვი თუ რაღაც უაზროთ, ანუ დროს დაკარგავთ და ენერგიას რა, თუ აპირებთ მე აქეთ ასვლას, ანუ ყოველ 3 წამში მტკივა, მეჭიმება, ჩერდები, მოკლედ რა. და თან აცივდა და თან მოიღრუბლა და არაჩი. ფეხი კატასტროფულად ტკივა, ანუ აი ძალიან ტკივა რა. თოვლის სიღრმე რო ნახოთ რა, ანუ Nobody's safe. Nobody's safe. Nobody's safe. Soon as we step out the cage, we raising all of the stakes. Make no mistake, either you stay in your place or we putting you on a plate. Look at our face, we put the fear in the dirt. We had to struggle for change, pick up the pace. We put in infinite work, that's why we stay getting paid. Y'all running late, we moving on to the next. You still been stuck in the phase, there's no debate. We draw the line in the sand, we say it straight to your face. They underrate, till we put the team on our back. We took the city to state, what it's gonna take. Another S on our chest, another beat in the grave. We innovate, we always switching it up. They can't predict what we say, come out the cave. They see the blood on our shirt, they see the teeth in the fangs. They watching tape, still trying to figure us out. They think we came here to play, they sending snakes. They trying to give us a curse, they want us taking a bait. But that's
life's okay. We keep on dodging the bull, we keep on saying Olay, blocking the way, thinking we flipping reverse, but we keep rushing the gate, stopping the rain. We know they sit on the throne, it's looking easy to take. We not afraid, we put the fear in their bones, ain't no more running away. They tryna trace, they tryna follow our steps, they tryna copy the wave. Boy, that's so lame, that's why they keep getting curved. You gotta stay in your lane, they wanna claim that we not giving them work, like this is minimum wage. Boys, you crazy, why you keep feeding the beast, now that you open the cage, nobody's safe. არის რამდენად ჩანს მოვახლოვდი ხალხო ანუ წარმოუდგენლად რთული გზა არის რა აქ იდეაში როგორც ამიხსნეს უბრალოდ მე ლიჟებით ეშვება ხალხი სულ თეთრია ხო შეიძლება არ ჩანს კიდევაც არაფერი კარგად აქ მე იდეაში ლიჟები აქვს ხოლმე და იქიდან მარტივად სურდებიან ეს მე ვიკითხო ეხლა რას დავსურდები ვახ ბიჭო როგორმე უნდა მივახციო ბიჭო ჰაიკინგი უნდა დაიწყო რაღაცა პატარა გორაკებით და ეთო გადავწყვიტე რომ მოქმედ ვულკანზე ეხლა რომ ამოხეთქოს ჩემი ტემპი არის 13 სანტიმეტრი 1 საათში ანუ ისე გადამწუწავს და გამდაფუქავს და ვეღარც ლაპარაკობ. თეთა რანაირი კვერცხი აზრი იყო. ასეთი შემართებით რომ ჰეი რეალიზმი კარგი გესმით რა ხდება გადავიყინე პოსტა ხელთათმანების ვაგზავნებ ცოტაც სადაც ამდენი ცოტაც ჯამში 5 საათ ნახევარია ესე მოვბობავ რა. ნისლი მოდის ნისლი მერთო რამდენი მაქვს ჩასავლელი უკან ვაიმე აი მეგობრებო აი ხამას რასაც ხედავთ აი ეს არის ვულკანი გაქვავებული ვულკანი რომელიც თავის დროს ამოიფრქვა აი ეს იქითაც არის ეხა აქ მთლიანად თოვლი ფარავს მაგ ყველაფერს რა როგორც ის გიდი მეუნებოდა რომ თოვლით არისო ეხა ყველა დაფარულიო მაგრამ ნუ რაღაც ამოწეულები არისო რა ეს ყველაფერი არის ვულკანები ხალხო მოდი მე ესეთი აზრი მაქვს იმედი არ დავისჯები ამის გამო მე ხა ავიღებ ერთ ვულკანს აი ამ ვულკანს ავიღებ და გამომწერებში იმედია ისმის გამომწერებში გავათამაშებ ვინც დამიწერს კომენტარში ყველაზე ორიგინალურ ისტორიას თავისი ჰაიკინგის იმას გადავცევ ამას აი ეხა ამის თრევა ავიკიდე ასწორებს ორა ნისლი წამოიღო ხალხო საშინელი ნისლი წამოიღო მოდი ვთქვათ რომ მისია მეტნაკლებად შესრულებულია ჩემთვის ეს არის დიდი გმირობა გეფიცებით რა ნუ ეს არის ესეთი დატვირთვა უშუალოდ ბოლო კრატერთან ასვლა ისედაც აკრძალულია ვერაფრით ვერ ახვალ იმიტომ რომ აქტიურია ძალიანო და თან კიდე გადაკეტილია ყველა გზები თოვლითო შანსი არა ასვლაო და აი ეს კრატერი რომელიც ახლა ჩემს უკან არის იმენა კრატერთან მოვედი, მაგრამ დრონს ვერ ავაფრენ. აქ შანსი რა დრონიც არ უნდა კონდეს. ამას ქარი წაიღებს. არ ვიცი აფსი ისმის თუ არა ისეთი ქარია. და ეხა ნისლი წამოიღო ძალიან. ანუ აი ჩემს უკან შეიძლება ნისლი დავიფარო ეხა მთლიანად და უკან ძალიან დიდი გზა მაგ გასავლელი.
მაგრად ვსივა ეხა დავიწყებ ნელ-ნელა დაშვებას რა. მე პირადად მისია შესრულებულად მიმაჩნია. იმედი მაქვს, აი ამ რაღაცა 100 მეტრის გამო არ გამწურავთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ხალხო მართლა ანუ რა, უკან ვეღარ დავბრუნდები, მოუკვდები აქ რა. აი ამ შტორმში, ამ ქარში, აი ამ ვულკანების ფონზე, კრატერის ფონზე არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ შემიძლია მადლობა გადაუხადო ლაგის ჩემ ერთგულ მეგობარს, რომელიც 3 წელიწადზე მეტია ჩემთან ერთად, ყველა ესეთ იდეას მისაფორთებს, ყველა ფერში, ასე რომ უღრმესი მადლობა რა თქვენს მეგობრებო, მოგზაურებო, არა მოგზაურებო, თუ ინტერნეტი გჭირდებათ, სულ რაღაც 12 ლარი ნებისმიერ საქართველოს ოპერატორთან მთელი თვე ზარები და SMS-ები უფასოდ. და ინტერნეტის პაკეტები არის ლოკალური, გლობალური, ანუ მთელი ევროპის დაფარვა, კონკრეტული ქვეყანა, დაამატეს ერთდღიანი პაკეტები, ძალიან იაფიათან ულიმიტო პაკეტებიც დაამატეს ერთი სიტყვით. საოცარი ხარისხის აპია. ძალიან ხარისხიანი ინტერნეტია და არა იმიტომ რომ მართლა სპონსორები არიან. აი გეფიცებით, აი ყველაზე წყნარად ვარ ხოლმე მაგ ასპექტში, რომ აი რაც ინტერნეტს ეხება. ლაგი, უღრმესი მადლობა. აი აქედან მოკითხვა, აი ეტრას ვულკანიდან მოკითხვა. აღწერაში ლინკი რა თქმა უნდა არის. მე მოვედი ვნახე. ვაიმე, ძალიან დაიფარა ნისლით ყველაფერი. всё, გავაჭერით. აუ მაგრად მაშინებს ეს ნისლი, ვაფშე არაფერი აღარ ჩანს ხალხო. არ ვიცი კამერაში როგორ აღიქმება, მაგრამ იდეაში არაფერი აღარ ჩანს. იმედია ჩავაღწევ და არ გევიკარგები. ეხო თხილამურებზე არ ვდგავარ, მითხარით. ესეთი თოვლი და ამინდი სათხილამუროა? ანუ რომ მდგარიყავი ეხა აქ თხილამურები რომ მქონოდა გამისწორდებოდა. ვაფშე რამე გესმით? დედა! ბარამდე თუ კაფემდე ძლივს ჩამოვაღწიე ხაი ბეჭე. აი მე მგონი მენა ფილტვების ანთება მაქვს. არ მჯერას. არ მჯერა, თოვლი დამთავრდა, ბიჭო, გრუნტი დაიწყო, გრუნტი თუ რა ჯანდაბაც არის. ვაიმე ხალხო. ვაიმე ფეხები ჩემი. ვაიმე. ანუ ზოგადგილას რო განახო თოვლის სიმაღლე. აი ესე. არჩი ეხა რა მინდა იცი? მთელი ეს გზა მინდა ტაიმლეფსით გავაკეთო. ეხა დავხედავ ამ ნანოს რამდენად დატენილია ან არ არის დატენილი და გლიჯავ ტაიმლეფს. და მთელი გზა ჩემთან ერთად რო ჩაიაროთ. რო არ იფიქროთ, რომ ჟორიკა მარტო კი არ ავიდა, გააპოხუისდა და ავტობუსს ჩაყვან რაღაცა. ჟორიკა მაგის კაცი არაა. ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრებდი.
მართლა არ მჯერა რომ ჩამოვახციე გეფიცებით არ მჯერა რა ფეხები როგორ მიკანკალებს იცი რომ ანუ ამ მექანიკას ახლა როგორ მივიყვან სახლამდე გონში არა ვარ რაღაცა დავბუქე Airbnb-ზე და რეზუმირებას ერთი სიტყვით იქ გავაკეთებ გადავივლებ და პატარა რეზუმირებას შეჯამებას გავაკეთებ აი ეს ჯიგარი მეხმარებოდა სნუსი მაქვს წამოღებული 77 ჩემი მეგობარი კომპანია და მთელი აწი გადავწყვიტე რომ აი ესე რამდენიც სადმე წავალ არავით არის სიგარეტი ну აზიამ დამაწყებინა განსაკუთრებით რომ გადამიყარეს ხოლო და ეს ნიკოტინის ბალიშები რომელიც ძალიან მეხმარება რა ეხლა ორი გამოვიყენე გზაში ვინც არიცით რა არის ეს არის ნიკოტინის ბალიში რომელსაც ღრძილის ქვეშ ჩაიდებ და გიქრობს ნიკოტინს უშვებს რა და გიქრობს თვითონ მოწევის სურვილს საახლოდ 9 საათიანები არის და სიძლიერის მიხედვით ახლა ეს ყველაზე სუსტი არის რა ეს მაგრა დამეხმარა ერთი სიტყვით ახლა ჩავბარგდები დავქოქავ წავალ და დანარჩენი უკვე გადავივლებ და ბოლო აკორდი გავაკეთოთ სასტუმროში თუ რაც არის რა ფეხები აი ესე მიკანკალებს აი მას ციპლენიას თუ რა ჯანდაბაცაა რომ ვადგავ აი მე 28 კილომეტრი მაგასავლელი იმედია ჩავახწევ სუმაკანკალებს ბიჭო ესე არ ყოფილა რა არასოდეს ბიჭო ჰუჩ და დამწვარი სახეზე ნახე რა დამწვარი ვარ ბიჭო არ დაგიმალავდა როცა თავიდან დავიწყე ასვლა ერთადერთი ფიქრი რაც მქონდა იყო რომ მწვერვალზე უნდა ავსულიყავი თუმცა ეხლა რომ იხსენებ ამ განვილ გზას ხვდები რომ თავარი სულ სხვა რაღაცა ყოველი ნაბიჯი როცა თვლი რომ მეტი აღარ შეგიძლია მაგრამ მაინც უნდა გადადგა ყოველი მომენტი როცა გონია რომ ბოლოა ეს მომენტი მთავრდება უნდა გატრიალდე უკან წახვიდე მაგრამ არა მაინც აგრძელებ მაინც მიდიხარ 10 ნაბიჯი შესვენება 10 ნაბიჯი შესვენება 10 ნაბიჯი შესვენება ეს ვულკანი შეიძლება უბრალოდ პატარა წერტილია რუქაზე მაგრამ ჩემთვის ეს დარჩა ადგილა სადაც მივხვდი ზღვარი არის ის რასაც შენ დაუწესებ შენ თავს მაგრამ თუ მოინდომებ ეს ზღვარი შეიძლება გადაიწიოს მერე კიდე გადაიწიოს და ასე უსასრულოდ თუ ოდესმე შენც დაგებადება მსგავსი გიჟური იდეა მოდი ბევრი არ იფიქრო შეიძლება ზუსტად იგელოდება პასუხი რასაც დიდი ხანია ეძებ ეს იყო ჩემი გზა ჩემი ნინძას გზა როგორც ნარუტო აი შენი გზა მაშინ დაიწყება როცა გადაწყვეტ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავი თხოვნა იქნება არხი გამოიწერო ზარის ღილაკი კომენტარი რათა კიდე ბევრი მსგავსი სიგიჟე დაიდოს არხზე ხო სანამ წავალ გეტყვი შემდეგი ვიდეო იქნება ფინეთში სადაც მე ოქროს ძიებას ვაპირებ მომავალ შეხვედრამდე გაგოცეთ კისერში